დავით კეშელავა, აისეტის მთავარი კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი არის ჩვენთან ერთად. მადლობა დავით თქვენი დროისთვის. განვაგრძოთ ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი და აუცილებლად მინდა გკითხოთ, როგორი სურათია დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რისკი და განუსაზღვრელობა გაჩნდა ქართულ ეკონომიკაში. მათ შორის ის რაღაცა პოზიტიური პარამეტრებიც კი რაც ჰქონდა წინა პერიოდში, სამწუხაროდ ეჭქვეშ დგას იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს რისკები. სათითაოდ რომ გავუყვეთ ახლა რაღაც სხვა კომპონენტებზე რომ ვისაუბროთ ამ კუთხით. ხო, სცენარებიც რომ განვიხილოთ, აი სცენარებზე შემიძლია ის თქვა, რომ სცენარების ჩამოყალიბებაც კი არის რთული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს იზოლაციონისტური პოლიტიკა სადამდე მიგვიყვანს, რა იქნება მისი მასშტაბები, არ ვიცით როგორ იქნება სანქციების მასშტაბები და ასე შემდეგ. ამიტომ ყველაზე უარესი სცენარიც კი ალბათ რამდენიმე დღის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნებოდა. ჯო უილსონის მზადხარ ბიზნეს სანქციებისთვის, აი რა ისიც რომ შევაფასოთ და რეალურად უფრო მეტად უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტ სანქციას და შემდეგ რა თქმა უნდა სანქციები როგორ აისახება უკვე ქვეყნის იმიჯზე და შემდგომ უკვე ეკონომიკაზე. სანქციებს სავარაუდოდ უნდა ველოდოთ თუ განცხადებებს მიუყვებით რაც აქამდე გაკეთდა და მე პირადად იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნებ ვისაც ნაკლებას ჯერა რომ მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდგომ რაღაცა რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია, არ მგონია ასე მოხდეს და თვითონ სანქციებს და ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებას, შენელებას თუ შეჩერებას რეალურად ძალიან ბევრი მიმართულებით შეუძლია ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. პირველ რიგში ეს მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, აუარესებს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს, რაც ავტომატურად პრაქტიკულად ყველა ბიზნესს შეეხება, იმიტომ რომ ბიზნესებისთვის რაღაც პროექტების განხორციელება რთული გახდება. ნიშნავად აუარესებს ბიზნეს კლიმატს და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გვექნება მომავალში პრობლემები, განსაკუთრებით გვექნება პრობლემები დასავლური ინვესტიციებთან მიმართებით, იმიტომ რომ სადაც მთავრობის წევრები არიან დასანქცირებულები, ალბათ დასავლური კომპანიებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება ასეთ ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, რომ ამ უცხოური ვალუტის ნაკადებს მხოლოდ ასე არ უნდა შევხედოთ, მათ შორის ინვესტიციებსაც, მათ შორის ამ გრანტებს, დახმარებებს და შემდეგ რასაც დასავლეთიდან ვიღებთ, მას არა მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს თვითონ ამ გაცვლით კურსზე მაგალითად, არამედ საშუალო და გრძელვადიანი გავლენა აქვს ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, იმიტომ რომ ინვესტიციებს შემოყვება ხოლმე ტექნოლოგიები, ცოდნა, გამოცდილების გაზიარება, აი ამ გრანტებსა და უცხოეთიდან შემოსულ დაფინანსებასაც ასევე მოყვებოდა რაღაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გამოცდილების გაზიარება და ასე შემდეგ და თუ კი ეს ყველაფერი შესუსტდება მომავალში, ეს ქვეყნის განვითარებაზე ცალსახად იქონიებს გავლენას. და საინტერესოა, ბიზნესი ხშირად ადარებს ხოლმე ამ პერიოდს, ბოლო რამდენიმე ხანია უკვე საუბრობენ, რომ პანდემიის დროსაც ადარებენ, მოკლედ მაშინ ხომ ძალიან რთული სიტუაცია იყო მათ შორის ბიზნესისთვის, ეკონომიკურ ნაწილში. აი როგორ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ამ ნაწილზე დღეს რამდენად რთული ვითარება გვაქვს ეკონომიკურ ნაწილში და რა რისკების წინაშე დგას ქვეყანა? ხო, პანდემიასთან ალბათ თავარი პარალელი რისი გავლებად შეგვიძლია არის ის უზარმაზარი განუსაზღვრელობა, რომელიც იყო მაშინ პანდემიის დროს, არავინ იცოდა ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და როგორი ეფექტები ექნებოდა მომავალში და აქაც პრაქტიკულად იგივე სიტუაციაა, რომ არ ვიცით ეს პროცესი რამდენ ხანს გაგრძელდება, ისიც კი არ ვიცით ამ კრიზისიდან ეს ხა მარტივი გამოსავალი რა არის, რა დრო იქნება საჭირო, რომ ეს სიტუაცია დავძლიოთ და შესაბამისად ეს ბიზნესებზე ცალსახად მოქმედებს. ბიზნესების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პრაქტიკულად ასეთ დროს, როცა ამხელა განუსაზღვრელობა, ბიზნესები ცდილობენ, რომ რაღაც საინვესტიციო გადაწყვეტილებები გადაავადონ მომავალი პერიოდისთვის და ამ კუთხით ეს ეკონომიკურ აქტივობასაც წესით უნდა დაეტყოს. და თან ემატება ისიც, რომ ეს უცხოური ინვესტიციების, აქაც კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, უცხოური ინვესტიციები და უცხოურ პარტნიორებთან ურთიერთობაც რთულდება ასეთი მაღალი განუსაზღვრელობის პირობებში და ეს აქაურ ბიზნესებზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს. პრინციპში გართულდა კიდეც, იმიტომ რომ
რომ ძალიან ბევრი ბიზნესი უჩვევის ბოლო დროს, მათ შორის როგორც უშუალოდ პროექტების დაპაუზებას, სამომავლო გეგმების ნაწილსაც ინვესტიციების კუთხით. ასევე საინტერესოა ფულადი გზავნილებიც მცირდება, ხო? ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით სავარაუდოდ შემცირდება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ამ სიტუაციამ სწორედ ტურიზმი და ჰორეკა სექტორი დააზარალა. როგორი არის ამ შემთხვევაში გათვლები, თუ კი ინვესტიციები შეგუმცირდება, თუ კი ვაჭრობა შეგუმცირდება, თუ კი ფულადი გზავნილები შეგუმცირდება, ხომ? რამ უნდა დააბალანსოს მაშინ ეს ეკონომიკური ზრდა? როგორ ფიქრობთ თქვენ? ხო, ამ უცხოური ვალუტის ნაკადებს რაც შეეხება, აქ ძალიან ბევრი რისკია. რეალურად წინა წლები შედარებით კარგი იყო ამ კუთხით, იმიტომ რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე მცირე იყო, მაგალითად წინა წლისთვის, მაგრამ სიტუაცია შეიძლება აქ მნიშვნელოვნად შეიცვალოს. აი სათითაოდ რო შევხედოთ მაგალითად კომპონენტებს, გზავნილების კუთხით ალბათ მომავალ პერიოდებში შემცირება ნაკლებად იქნება მოსალოდნელი, იმიტომ რომ ახალ შემცირების მთავარი მიზეზი ეს რუსეთის ფაქტორი იყო ძირითადად. ჩვენ ვიცით, რომ სხვა ტიპის გზავნილები იყო მანამდე ეს მიგრანტებს მოყვებოდა ეს გზავნილები და ამ კომპონენტის შესუსტებამ გამოიწვია რაღაც მერყეობა ამ გზავნილების მაჩვენებლის. იმასაც თუ ჩავთვლით, თუ საუბედუროთ ეს კრიზისი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და შეიძლება ადამიანებმა დატოვონ ქვეყანა, გზავნილების შემცირება ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია მომავალში, მაგრამ ინვესტიციები უკვე ვხედავთ გარკვეულწილად წინა კვარტლებში, რომ შემცირება გქონდა და ამ ვითარებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი რისკი არის მომავალში შემცირდეს ინვესტიციები და რამდენად მოხდება დასავლური ინვესტიციების ჩანაცვლება, მათ შორის არ ვიცი ჩინური თუ რუსული თუ ასშემდეგ ინვესტიციები და ეს ჩინური ინვესტიციები მათ შორის როცა ვამბობთ რომ აი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი დაალაგდება, ვიცით მისი დამოკიდებულება ხომ ჩინეთთან, რეალურად აქ ამ შემთხვევაში ჩინური ინვესტიციებს რა როლი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში, მათ შორის ანაკლიის ნაწილში? ყოველთვის ორი რაღაცა არის აქ მნიშვნელოვანი. პირველი თემა ის არის რომ როცა ქვეყანა არ არის მიმზიდველი საინვესტიციო თვალსაზრისით, როცა ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხდება, მაგალითად როგორც ანაკლის პორტის მშენებლობა, ცოტა კომპანია არის ხოლმე დაინტერესებული. როცა ცოტა კომპანიაა დაინტერესებული, შესაბამისად იმ კომპანიებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ მოლაპარაკების პროცესში და ეს საშიში პროცესია თვითონ ქვეყნის მხრიდან და მეორე მხრივ ეს ჩინური კომპანიები ზოგადად შემჩნეული არიან მანამდეც ისეთ მოქმედებებში, როდესაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შესაძლოა გაფორმდეს ხელშეკრულებები მათთან და ძალიან საშიშია მოკლედ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და დიდი სიფრთხილე მართებთ ქვეყნებს მათთან მოლაპარაკების პირობებში და ამას კიდევ ემატება ახალი ფაქტორი, რომ ჩინური კომპანიების ნაწილი სანქცირებული არის მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის პარტნიორების მიერ და ეს კიდევ დამატებით აზიანებს კიდევ ქვეყნის რეპუტაციას. მოკლედ ამ მხრივ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს. ასევე მინდა კითხოთ მაგნიტსკის სანქციებთან დაკავშირებით ეს ქვეყნისთვის რამდენად უფრო მძაფრად ლახავს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს მათ შორის? რა თქმა უნდა ეს ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე, იმიტომ რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის სანქციები არის და როდესაც ამ სანქციების სიაში ხვდება ხელისუფლების რაღაც მაღალი იერარქიის თანამშრომლები, ეს შესაბამისად ცხადია აისახება ქვეყნის რეიტინგზე და ეს რაღაც მანიფესტაციაა იმისა, რომ დასავლეთთან რთულდება ურთიერთობა საქართველოსი და უფრო მეტად ის დისტანცირდება მოკლედ ეს პროცესი და რა თქმა უნდა ეს ინვესტიციებზე ცხადია იქონიებს გავლენას. სანქციების ნაწილშიც მაინც როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ საფინანსო სექტორის და მათ შორის ეროვნული ბანკის პოზიციაც იყოს მკაფიო, რომ ახსოვდეს ეს სანქციებიც. ბოლო პერიოდში ვერ მოვისმინეთ პრინციპში მათგანის განმარტებები და აი როგორ შეიძლება რამდენად მნიშვნელოვანია მოკლედ ეს ნაწილიც? ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ის, რომ მაგალითად ფინანსური სექტორი არ მოყვეს სანქციებში, იმიტომ რომ ეს ამას დამანგრეველი შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გაიაზროს, რამხელა პასუხისმგებლობა არის მის წინაშე და აუცილებელია მისი მხრიდან სანქციების აღსრულება. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები არ გვექნება, თუმცა რისკები არსებობს თალსახად. საერთოდ ჯამში რომ შევაფასოთ და შევაჯამოთ, მაინც მოლოდინები რამდენად ნეგატიური არის დღეს ეკონომიკური
ხო, შეიძლება ორ ნაწილად გავყოფთი ამ მოლოდინებს. პირველი არის ძალიან დიდი განუსაზღვრელობა, მოკლედ არ რთული სათქმელია, უახლოეს მომავალშიც კი რა მოხდება. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება რაღაცა დაბალანსება ამ პროცესებისა მოხდეს, მათ შორის უცხოური ვალუტის შემოდინებისა, მაგრამ ამ პროცესებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნამდვილად დიდი ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყანაზე, იმიტომ რომ აშკარა არის, რომ ეს ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს და ამასთან ემატება ის, რომ რეფორმების განხორციელების პროცესიც და ინსტიტუტების განვითარების კუთხითაც წინსვლა არ გქონდეს მომავალში და ეს რა თქმა უნდა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოხდებს. პერიოდი პირობითად რა ვადაზე არის გასწრილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი ეკონომისტებიც საუბრობენ, რომ ეს არ არის, ან ამას არ დასჭირდება ძალიან ხანგრძლივი დრო. შესაძლოა ერთ თვეში, ორ თვეში უკვე ყველანაირი პროცესი ვიხილოთ. მათ შორის ვხედავთ, რომ რაღაცა რიგი პროცესები დაწყებულია, უკვე ბიზნესი საუბრობს ხომ გაყიდვების შემცირებაზე, შემოსავლების კლებაზე, მათ შორის იმაზე, რომ უკვე დასაქმებულების ანაზღაურება უჭირთ, შესაბამისად შემცირდება, ხო? და უმუშევრობის დონე შესაძლოა შემდეგ გაიზარდოს. ეს ყველაფერი რო შევაჯამოთ, ეს შორი პერსპექტივა და გრძელვადიანი ვადა რაზეა მოკლედ გათვლილი, რამდენ ხანში შეიძლება რომ ეს პროცესები ვიხილოთ? მოკლევადიან პერიოდშივე, ანუ უახლოეს მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეფექტები ექნება. უკვე აქვს კიდეც ეფექტები, ხო? პირველი სექტორი, რომელსაც ესე პირდაპირ შეეხო ეს პროცესი, იყო ტურიზმის სექტორი, ხო? აქ მნიშვნელოვანი დანაკლისებზე საუბრობენ, ჯერ მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ აშკარა არის სექტორის წარმომადგენლებთან საუბრიდან, რომ ეს სექტორი უკვე მნიშვნელოვნად დაზარავდა ამ პროცესით. ასევე ეს არის სექტორი, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარების ნაწილში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხო? მათგან მიღებული შემოსავლები. კი ბატონო, კი, ანუ ეს სერვისიდან მიღებული უცხოური ვალუტა ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი არის ამ უცხოური ვალუტის შემოდინების და ასევე ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წილი აქვს ასე თუ ისე ტურიზმის სექტორს. გარდა ამისა კიდევ არის რაღაცა კონკრეტული მიმართულებები, სადაც ესე მოკლევადიან პერიოდში დავინახავთ ეფე. ყველაზე მოკლევადიანი და გრძნობიარე არის ლარი მაგალითად და ვნახეთ მისი მერყეობები, ვნახეთ რა რაოდენობის რეზერვების დახარჯვა გახდა საჭირო მაგალითად, რომ ეს ლარი შეენარჩუნებინა დაახლოებით მსგავსი რეგიონი პოზიცია. რომ შენარჩუნებულია 2.79-ის ფარგლებშია მაინც და რამდენად არის შენარჩუნებული, როდესაც 2.69-დან 67-დან დაიწყო ხო რეალური გაუფასურება, ვიდრე ეს მნიშვნელოვან რეზერვებს დახარჯავდა ეროვნული ბანკი. ანუ თავდაპირველი ესეთი ძალიან დიდი გაუფასურების შემდგომ ბოლო რაღაც პერიოდია დაახლოებით ძალიან არ მერყეობს, მოკლედ დაახლოებით ერთ დონეზე არის შენარჩუნებული. ბევრი ფაქტორია, რაც რეალურად აქ როლს თამაშობს, გარდა რეზერვებისა, იქ იყო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზრდა დოლარში, ასევე ლარის ლიკვიდობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული და ეს ფაქტორები რაღაცა ლარის შედარებით სტაბილურად ერთ პოზიციაზე შენარჩუნებისკენ შენარჩუნების სასარგებლო ფაქტორებია, მაგრამ რადგან ლარის გაუფასურებები ძირითადად მოლოდინებით, რაღაც მოკლევადიანი მერყეობებით იყო გამოწვეული, ამიტომ ასეთი ინსტრუმენტები აქ შეიძლება იყოს გარკვეულწილად რაღაცა ეფექტის მომტანი, მაგრამ თუ კი ეს ყველაფერი და ამის რისკები რეალურად არსებობს, ფუნდამენტურ ფაქტორებში გადაიზრდება, ანუ უცხოური ვალუტის შემოდინებები თუ დაიკლებს მომავალში, ამას უკვე ესეთი მოკლევადიანი ინსტრუმენტების გამოყენებით ლარის შენარჩუნება უკვე ნამდვილად აზრს მოკლებული იქნება. ამის რისკები რეალურად არსებობს, რაღაც ნიშნებს უკვე ვხედავთ და თუ ეს კრიზისი ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა, სავარაუდოდ ეს გადაიზრდება შექმნის პრობლემებს უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც. და ამ ფაზზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზები როგორია? მათ შორის არალეგიტიმური მთავრობა თვლის და გვიმეორებს ხშირად, რომ მომდევნო წელსაც შეინარჩუნებენ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. თქვენი პროგნოზები როგორია მათ შორის? ამ პირობებში რამდენად შესაძლებელია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? მე მგონი, სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა, იქამდეც თვითონ ყველა მხარის მოლოდინი იყო, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო დაბალი იქნებოდა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო, იმიტომ რომ ის ფაქტორების დიდი ნაწილი
ნაწილი, რომელიც წინა პერიოდებში ამ ზრდის მაპროვოცირებელი იყო, ეს ხო ძირითადად მოხმარება იყო, ეს რაღაც ინვესტიციებიდან მოსული ეკონომიკური ზრდა არ იყო. დიდი ნაწილი ხა ჩვენ რომ ნახოთ დეკომპოზიცია მაგალითად ზრდის, მაგალითად პირველი 2 კვარტლის, იქ ნახავთ, რომ ძირითადად მოხმარება იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ ზრდის. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგ წელსაც მაგალითად 2025-ში დაახლოებით 5%-მდე ჩამოვიდოდა ეს ეკონომიკური ზრდა ისედაც, მაგრამ ეს იმ პირობებში, როცა ესეთი მწვავე კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი არ იყო გათვალისწინებული ამ პროგნოზში და ამ პოლიტიკურ კრიზისს აქვს პოტენციალი, წყალებში პოტენციალი, რომ უფრო ნეგატიური სცენარისკენ წაგვიყვანოს და ეკონომიკური ზრდა იმას ნაკლები იყოს, ვიდრე აქამდე მოლოდინები არსებობდა. ეს რისკები არის და ეს რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული. მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვის დროსაც უნდა იყოს გათვალისწინებული ეს რისკები და მათ შორის ბიზნესებმაც საუბრად უნდა გაითვალისწინონ, რომ ნეგატიური, კიდევ უფრო ნეგატიური სცენარის მოხდენის ალბათობა საკმაოდ რეალისტური ხდება ამ პირობებში. და იმედი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ამ ქვეყნის არალეგიტიმური მთავრობა.